საქართველოდან ქართველი ეთნოსის მასიური გადინების ფონზე ხდება უცხო ტომელების შემოსვლა, ასევე მასიურად. ასევე ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს ქართული მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით. ძალიან მასიურად იყიდება ქართული მიწები. ქართული ეთნოსი გაქრობის საფრთხის წინაშე დგას. ნეიღუმენი იოთამი მოვითხოვ ხელისუფლებისაგან შეწყდეს უკონტროლო მიგრაციის პროცესი, შეაჩეროს უცხოელებზე ბინადრობის უფლების გაყიდვა და ქართველ ხალხს დაუბრუნოს საკუთარ სამშობლოში ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრების პირობები. მე ბერმონაზონი იობი აბაშიძე მოვითხოვ სახელმწიფომ შეწყვიტოს უკონტროლო მიგრაცია, შეაჩეროს უკონტროლო ბინადრობის უფლებების გაყიდვა და ქართველ ხალხს საკუთარ სამშობლოში შეუქმნას ღირსეული პირობები. მე დეკანოზი პეტრე ტიტვინიძე მოვითხოვ ხელისუფლებამ შეწყვიტოს უკონტროლო მიგრაცია, შეაჩეროს ბინადრობის უფლების გაყიდვა და ქართველებს საკუთარ სამშობლოში შეუქმნას ღირსეული პირობები. მე დეკანოზი დავით დათუაშვილი მოვითხოვ ხელისუფლებისაგან შეწყდეს მიგრაციული პოლიტიკა და მიგრანტების ასეთი მასიური შემოსვლა, ასევე ქართული მიწების გაყიდვა აიკრძალოს და ვითხოვ ასევე, რა თქმა უნდა, ქართველებისათვის, ქართველი ეთნოსისათვის ღირსეულ სამუშაო და სოციალურ პირობებს. მე დეკანოზი გიორგი ჟღენტი მოვითხოვ ხელისუფლებამ შეწყვიტოს უკონტროლო მიგრაცია, შეაჩეროს ბინადრობის უფლებების გაყიდვა და ქართველებს საკუთარ სამშობლოში შეუქმნას ღირსეული პირობები. ღმერთმა დაგლოცო და გაგაძლიერო.